ეს შემაშფოთებელი კადრები გულს სწავს. ჩვილი პელიკანები ნავთობისგან იტანჯებიან. მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი მშობლებს მისტირიან. ფრინველთა საერთაშორისო გადარჩენის ცენტრის თანამშრომლებს მათი ნისკარტები უჭირავთ და ბოსტნეულის ზეთით მათ გაწმენდას ცდილობენ. ჩვენ შედარებით მსუბუქ ზეთს ვათბობთ და მისი დახმარებით ვმუშაობთ, ასე ნავთობის გაწმენდა ადვილია. ისინი ფრინველებს ჭურჭლის სარიცხი საშუალებით წმენდენ, კბილის ჯაგრის თვალების გარშემო იყენებენ, შემდეგ პატარების საშრობ მოწყობილობაში ხვდებიან. ისინი ისეთი ბედნიერები არიან, როდესაც ნავთობს ვაშორებთ და შესაბამისად ჩვენც თავს კარგად ვგრძნობთ, როცა ვხვდებით, რომ ოპერაციის ნაწილი მათ გადასარჩენად შესრულებულია. ლუიზიანას ნაპირებიდან მოშორებით ნავთობის სქელი ლაქები შეინიშნება. მეცნიერებმა ახლა ხმელეთიდან ასობით მეტრის სიღრმეში ნავთობის შემაჩერებლებს მიაგნეს. სანაპირო დაცვის განცხადებით ეს დღეში 15,000 ბარელის შეგროვების საშუალებას იძლევა. ეს ორშაბათიდან 4,000 ბარელამდე გაზრდილი მონაცემია, მაგრამ სამი სარქველი კვლავ ღია რჩება და ზედაპირზე მილიონობით ბარელი ნავთობი იღვრება. ის რომ დანარჩენი სამი სარქველი ჯერ არ დახურულა, ორი მიზეზით არის განპირობებული, რომ დაიცვან ჰიდრატების მატება და გარე ხმაური. თუ თქვენ დიდ ზეწოლას მხოლოდ ნავთობზე მოახდენთ, შესაძლოა ყველაფერმა, რაც გარშემო ტრიალებს, საფუძველი შეირყიოს და ზეწოლის კონტროლი ვეღარ შევძლოთ. შეიძლება ჭაბურღილი საფეთქება ამერიკის სანაპიროზე მოხდა, მაგრამ ექსპერტთა აზრით ეს საერთაშორისო პრობლემაა. სელინ კუსტო მსოფლიოში განთქმული ოკეანის მკვლევარი ჟაკ კუსტოს შვილიშვილია. ის რაც ოკეანეში ხდება, მთელ ამერიკას ეხება, საკვების რესურსს უმეტეს ნაწილად ოკეანიდან ვიღებთ. ნავთობი ამაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხია პირველ რიგში, იმიტომ რომ თუ კი ამერიკაში ხდება, სხვაგანაც მოხდება. გრძელვადიანი ეფექტის კუთხით მეცნიერები დაუსრულებელი შეკითხვებისთვის პასუხის გაცემას ცდილობენ, მაგრამ პასუხი ცოტა აქვთ. საქმე ძირითადად სასმელი წყლის დაბინძურებას ეხება. ამაზე პასუხი კონკრეტულ შემთხვევამდე არ გვექნება. 400-ლოვან მარჯანს რაც შეეხება, ჩვენ არ ვიცით რა რაოდენობის ნავთობია ქვემოთ. ქარიშხალს პასუხი ყველაფერზე არ გვაქვს. ეს ის არის, რაც ყველაზე ხშირად ისმის ამერიკას მსოფლიოს მსგავსი რაოდენობის ნავთობის გადინება არ ახსოვს, თან ასე ღრმად. ამიტომ მეცნიერები ამბობენ, რომ რეალურად არავის შეუძლია ოკეანის მომავლის განჭვრეტა, ისევე როგორც იმ ცოცხალი არსებების, რომლებიც წყალში ცხოვრობენ. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.